მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ექჰარტ ტოლეს წიგნზე აწმყოს ძალა. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სულიერ ნაწარმოებზე თანამედროვე ეპოქაში. ეს წიგნი გვასწავლის, როგორ დავაღწიოთ თავი გადატვირთულ ფიქრებს, წარსულზე წუხილსა და მომავალზე შფოთვას. ის გვიწვდის მარტივ, მაგრამ ღრმა გზავნილს. ჭეშმარიტი სიმშვიდე, სიხარული და ძალა მხოლოდ ამ წამში, აწმყოში ცხოვრებით მიიღწევა. ტოლე გვიხსნის, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ფიქრები. ჩვენ ვართ ის ცნობიერება, რომელიც ამ ფიქრებს ამჩნევს. და როცა ამას ვიაზრებთ, იწყება შინაგანი ცვლილება, სიჩუმე, სიმსუბუქე და თავისუფლება. მაშ დავიწყოთ. ხო არ შეიშალეთ. რა შეიძლება იყოს სიტყვა ცნობიერებაზე უფრო ბუნდოვანი და დამაბნეველი? რას ნიშნავს ის? ეს ჩვენი გარემოს დანახვა თუ გარშემომყოფების მოსმენა? დიახაც და არაც. ცნობიერებას გაცილებით ღრმა მნიშვნელობა აქვს. მისი მთავარი ასპექტი ისაა, რომ ჭეშმარიტი ხედვა შიგნიდან მოდის. თუმცა პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა აწმყოში დარჩენას უცდილობთ. რატომღაც აქ და ახლა ყოფნა გვაღიზიანებს და გვაშინებს. თითქოს რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი არსებობის გასამართლებლად. ამიტომ ამის ნაცვლად წარსულის შეცდომებს ვიხსენებ და მომავალს ვგეგმავთ, რათა სამყაროს დავანახოთ, რომ პასიურები არ ვართ. მაგრამ საბოლოო ჯამში ნაბიჯის გადადგმას ვყოყმანობთ ყველა იმ შეცდომის გამო, რომელთა თავიდან არიდებასაც ასე ვცდილობთ, როცა რაიმე ახალს ვიწყებთ. იგივე გრძნობა გვეუფლება, როცა საკუთარ თავს ვპირდებით, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებს დავასრულებთ, მაგრამ მშობლებისა თუ მეგობრების აზრის მეტისმეტად გვეშინია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვეშინია არ დავიზიანოთ ჩვენი ეგო, ის ცუღლუტი მწერი, რომელიც ტვინში გვიძვრება და გვეუბნება, რომ არაფერს წარმოვადგენთ იმ სამსახურის, იმ პარტნიორის ან იმ ცხოვრების სტილის გარეშე. ჩვენი ნამდვილი მეს მცირედი ნაწილის დაკარგვა ეგზისტენციალურ კრიზისს განგვაცდევინებს. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენს თავშია? დანარჩენ სამყაროს ეს არც კი შეუმჩნევია. მაშინ, როცა თქვენს გონებას უფლებას აძლევთ, მოგატყუოთ და ასე გაფიქრებინოთ. ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს აზრებს და არა ისინი ჩვენ. ექჰარტ ტოლმა ეს პრობლემა გამოხადა, რათა მისი არსი ჩვენი გონება გამოეყო. მას სჯერა, რომ ჩვენი საუკეთესო ვერსიები მაშინ ვხდებით, თუ ჩვენს ფიქრებსა და შეხედულებებს ხელს უშვებთ. თუ არ გაშინებთ იმის წარმოდგენა, რომ არ იცით ვინ ხართ და რა შეგიძლიათ იყოთ, თამამად გაეშურეთ ამ სულიერ მოგზაურობაში. ბუდას ციტირებას. თავად გახდი ბუდა. ჩვენ ფიქრზე ვართ დამოკიდებული. ნუგეშ ჩვენს თავში არსებულ ხმებში უპოულობთ, რადგან ისინი გვიცავენ საზარელი არსებებისგან, ჩვენი ავთენტური მესგან. ჩვენი ფიქრები ხშირად ჩვენს შინაგან სიშიშვლეს მოსავენ, რათა ის მისაღები გახადუნ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის. იშვიათ შემთხვევებში ეს ხმები ჩუმდებიან. მაგრამ შვების ნაცვლად გვაშინებს ჩვენი ნამდვილი მეს სიმცირე, რომელიც საკუთარ თავზე და სხვებზე შექმნილი შეხედულებების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეგოს მიღმა იმალება. სხვა სიტყვებით, ჩვენი გონება არის ეგო. როგორ შეგვიძლია ამ ჩაუცდომელი არსის ამოწლობა? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ყველა ის მნიშვნელობა, რომელსაც საკუთარ თავს ვანიჭებთ: შეხედულებები, განსჯები, იდეოლოგიები, საყვარელი ხელოვნების ჟანრები და ესთეტიკაც კი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება რაღაცები, რათა მათთან გავითქვიფოთ და საკუთარი თავის სასურველ შუქში წარმოაჩინოთ. ამ გარეგან ფაქტორებს ხშირად ჩვენს პიროვნებად მოვიხსენიებთ. თუმცა თუ წამიერად მოუწყდებით ჩვენ საყვარელ მუსიკალურ ჯგუფს ან სერიალს, სიცარიელისა და გულგრილობის შეგრძნება შეიძლება კვლავ წამოტივტივდეს. როგორც სოციალურ არსებებს, გვაშინებს სხვებთან კავშირის დამყარების უუნარობა, რამაც შეიძლება გარიყულის იარლიყი მოგვაკეროს. სწორედ ამიტომ, გვირჩევია მივცეთ ჩვენს გონებას უფლება, ჩვენივე შფოთვითა და დაუცველობით იკვებოს, ვიდრე დაუპირისპირდეთ მათ და გამთლიანდეთ გარეგან აღიარებაზე დამოკიდებულების გარეშე. შფოთვასა და დაუცველობაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ ჩვენს ემოციებსაც შეუძლიათ ზურგში ლახვის ჩაცემა. რა არის ემოცია თუ არა ჩვენი ფიქრების გადმონთხევა? ზოგჯერ გზნობები იმდენად მზაფრდება, რომ ცნობიერების შეგრძნებას ვკარგავთ და მათ ჩვენი დამარცხების უფლება ვაძლევთ. შედეგად ვიღებთ ბრას, გაღიზიანებას, დაბნეულობას ან პანიკას. ფაქტობრივად, ნებისმიერ ემოციას უარყოფითი სპექტრიდან. ახლა თუ არა, აბა როდის? საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება ჩვეული გამოცდილებაა, რომელიც სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი აერთიანებს. ტოლესთვის ეს უკმაყოფილება სხვა არაფერია თუ არა მენტალური დაავადება, რომელიც დროის არასწორი აღქმითაა გამოწვეული. მისი განმარტებით, წარსული და მომავალი არ არსებობს. ერთადერთი ხელმისაწვდომი დრო არის ახლა.
ტოლეს თანახმად, წარსულის შეცდომებზე ფიქრი ან უკეთეს მომავალზე ოცნება სნეულების სიმპტომებია, მაშინ როცა აწმყოში სრულად ყოფნა ჯანსაღი გონების ნიშანია. წარსული ჩვენს ამჟამინდელ იდენტობას მოგონებებითა და სინანულით კვებავს, მომავალი კი ხსნასა და იმედზე მიგვანიშნებს. თუმცა, სანამ ამ ორ სამყაროს შორის ვცქმუტავთ, ერთადერთ რეალურს აწმყოს ხელიდან ვუშვებთ. აწმყოში ყოფნის ქრონიკული ნაკლებობის კიდევ ერთი სიმპტომი პრობლემებისადმი ჩვენი მიჯაჭვულობაა. შინაგანად, ჩვენ ღწყურია პრობლემები, რადგან ისინი ჩვენს იდენტობას ქმნიან, ისევე როგორც სხვა იარლიღები, რომლებსაც საკუთარ თავს ვაწებებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება შორს მიმავალ დასკვნად მოგეჩვენოთ, პრობლემებს სწორედ დროის ჩვენეული, ჩვეული აღქმა წარმოშობს. ყველა პრობლემა წარსულიდან იღებს სათავეს, მაგრამ მასზე ფიქრი ქმნის ილუზიას, თითქოს ის აწმყოში არსებობს. უფრო მეტიც, როდესაც მის გადაჭრის გზებზე ან უპრობლემო მომავალზე ვკონცენტრირდებით, ჩვენ უარს ვამბობთ რეალობასთან პირისპირ შეხვედრასა და საკითხის მოგვარებაზე. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა, ამჟამინდელ მომენტში პრობლემა არ არსებობს. როდესაც საგანგებო ვითარება იქნება, ჩვენს გონებას ფიქრისთვის დრო არ აქვს და ის უბრალოდ მოქმედებს. წარსული და მომავალი ჩვენი გონების უბრალო პროექციებია, რომლებიც გვაშინებენ. მიუხედავად ამისა, ისინი საკმარისად ძლიერნი არიან, რომ ღრმა არაცნობიერში ჩაგვითრიონ. დრო და გონება ურთიერთჩანაცვლებადია. გონება ვერ იარსებებს დროის გარეშე და დრო არ არსებობს გონების გარეშე. როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა ჩვეულებრივი არაცნობიერობის მდგომარეობაში ცხოვრობს, რომელიც მოიცავს ჩვენს სააზროვნო პროცესს, ემოციებს, რეაქციებსა და სურვილებს. სხვა სიტყვებით, ეს გარესამყაროსთან კავშირის თანამდევი პროდუქტია. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მენტალურ წყუდიათში ჩავიძიროთ, როდესაც გარეგან განსჯას ან ეგოსთვის საშიშ სხვა სიტუაციას ვაწყდებით. საშველად ალკოჰოლი, ნარკოტიკები, სექსი და სამსახურიც კი მოგვევლინება ხოლმე, მაგრამ ისინი იშვიათად არიან წარმატებულნი. როდესაც აწმყოს ვწყდებით, ჩვენ ასევე ფსიქოლოგიურ დროსაც ვეჯახებით. ჩვეულებრივი, ანუ საათის დროისგან განსხვავებით, პირველი მათგანი მენტალური შფოთვის გამოციგძიგებს. ამის კარგი მაგალითია წარსულის შეცდომებზე ჩაციკლა, იმის ნაცვლად, რომ მათ მოვწყდეთ და მათგან ვისწავლოთ. მიზნებსა და გეგმებზე აყრიატება კიდევ ერთი მაგალითია. ამით ჩვენ ახლანდელ საშუალებებს ვამართლებთ და მიღწევის პროცესით სიამოვნების მიღებას ვწყვეტთ. არსებულ პრობლემებში დამნაშავე ფსიქოლოგიური დროა. იმის ნაცვლად, რომ მომენტში ვიყოთ და მენტალური სივრცე პრობლემის გადასაჭრელად დავზოგოთ, ჩვენ წარსულ შეცდომებში ვიქექებით და მათ გაუარესებაზე ვდარდობთ. თუმცა, თუ გამოწვევების მეშვეობით გამოვხიზლდებით და გავუმჯობესდებით, შევძლებთ სრული ცნობიერების მოპოვება დავიწყოთ. იპოვე გზა შენი ნამდვილი მესკენ. თუ წარსული და მომავალი არ არსებობს, ერთადერთი დარჩენილი სამყარო აწმყოა. თუმცა გასაკვირია, რომ მასში თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ეს სიმართლეა. ცნობიერებამ თავდაპირველად შეიძლება ფიზიკური და მენტალური დისკომფორტი წარმოქმნას. მაშ, როგორ ამოვიცნოთ აწმყოში ყოფნის შეგრძნება? დახუჭეთ თვალები და კითხეთ საკუთარ თავს. რა იქნება ჩემი შემდეგი ფიქრი? დააკვირდით, როგორ წყნარდება და ჩუმდება თქვენი გონება იმ წამსვე, როგორც კი ზოგადად ფიქრების არსებობას აცნობიერებთ. ეს სიჩუმე არის თქვენი აწმყოში ყოფნა. ცნობიერების პრაქტიკა საბოლოოდ დაგეხმარება თქვენი ხედვა წარსულისა და მომავლის ილუზიების ნაცვლად მიმდინარე მოვლენებისკენ მიმართოთ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ რეალობასთან უკეთესად ინტეგრირებას და ცხოვრებაში წინსვლისთვის საჭირო შესაძლებლობების შემჩნევას. როდესაც სრულ აწმყოში ყოფნას აგვცერთ, ის არაგონების კონცეფციის სინონიმია. გონება ჩვენი ნიღაბია. მისი წყალობით ჩვენ გვაქვს შეხედულებები და პრობლემები, რომლებთანაც თავს ვაიგივებთ. თუმცა, გონებას ასევე შეუძლია წაგვლეკოს შფოთვითა და შიშებით, რითაც წარსულს ან მომავალზე მიგვაჯაჭვებს. ეს აწმყოში ჩვენს ტანჯვას იწვევს. ჩვენივე მენტალობით თავგზააბნეულები წინსვლას ვერ ვახერხებთ. ამიტომ, როდესაც დროდადრო შემოქმედებით ნაკადში შევდივართ, სრულიად გავუთვით ცნობიერებლების სხვა ადამიანებისა და საგნების მიმართ. სიამოვნებას განვიცდით, მაგრამ ამის ცნობიერად გამეორებას ვერ ვახერხებთ. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვივარჯიშოთ ცნობიერებაში, რათა ამ ნაკადს კვალო მივახციოთ. ცნობიერებას შეუძლია საკუთარი თავის დასაცავად ჩვენი ინტერესების მიღმა დაიმალოს. თუმცა, ჩვენის ცნობიერად უნდა გამოვიტანოთ წინა პლანზე და მივცეთ უფლება, რომ პირიქით, მან მართოს ჩვენი ინტერესები. თანამედროვე საზოგადოებაში სრული ცნობიერების მიღწევა შეიძლება რთული იყოს. კოლექტიური ეგო თავს გვახვევს თავის შეხედულებებსა და ცხოვრების სტილს. მაგალითად, ჩვენ ვეთანხმებით გუნდის აზრს, რათა მას შევერწყათ. დიდი ეგოს მქონე ადამიანები, მაგალითად ცნობილი სახეები, ხშირად თავიანთი ძალაუფლებით გვიზიდავენ
ჩვენც გვინდა მათ დავემსგავსოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ჩვენი თვითცნობიერება დააზიანოს. ეგოები უფრო დიდ ეგოებს ეტმასნებიან. სიბნელეს არ შეუძლია სინათლის შეცნობა. ეკჰარტ ტოლე. ასეთი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ შეისწავლოთ შემდეგი ტექნიკები. 1. მოდუნდით და დახუჭეთ თვალები. დააკვირდით თქვენს ფიქრებს, რის შესახებაა ისინი. ნუ ჩაერთვებით, უბრალოდ დააკვირდით და მიეცით ფიქრებს დინების საშუალება. 2. მიიღეთ თქვენი ეგოს შიში განადგურების მიმართ და დააკვირდით თქვენს რეაქციას. კიდევ ერთხელ, უბრალოდ დააკვირდით ნაკადს. 3. ავარჯიშეთ თქვენი ცნობიერება ყურადღების ხეულისკენ შებრუნებით, ფოკუსირდით ხელებზე, ტერფებზე ან მკერდზე. რას გრძნობთ მუცლისა და თავის არეში? გრძნობთ თუ არა ენერგიას, რომელიც თქვენში მოედინება? სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს. რომანტიკული სიყვარული მუდამ ცენტრალურ ადგილს იკავებს ადამიანის გონებაში. ჩვენ მას უამრავ სამკურნალო იარლიხს ვაწებებთ და გვჯერა, რომ ის დაგვეხმარება, გამთლიანდეთ, ვიყოთ გაგებულნი და ბედნიერები. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვეძებთ სხვა ადამიანს, რომელიც არაცნობიერებისგან გვიხსნის. როგორც წესი, ამ სურვილს შეცდომით რომანტიკულ პარტნიორებს უკავშირებთ, მაგრამ რას ვიტყვით მეგობრებზე ან მშობლებზე? მიიჩნევა, რომ ფიზიკური სიამოვნება პიროვნული გასხივოსნების კატალიზატორია, თუმცა იგივე ითქმის ახლობელი ადამიანების სიკვდილის ან ავადმყოფობის განცდაზეც. ნებისმიერი უკიდურესობა ერთი წამით გვაფხიზლებს ჩვენი გაუცნობიერებლობიდან. მაგრამ უფრო ხანგრძლივი ეფექტისთვის ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. ჩვენ არ შეგვიძლია გულწრფელად გვიყვარდეს თუ ჩვენი გონებისგან, ანუ ეგოსგან არ გავთავისუფლებით. ადამიანებისთვის ნაცნობია დაშორებების ქაოსური ციკლი. დრამისგან მიღებულ სიამოვნებაზე უარის თქმა კი რთული შეიძლება იყოს. ჩვენ რომანტიკულ ურთიერთობებში პიროვნული განკურნების მოლოდინით შევდივართ. გაუცნობიერებლად იმისა, რომ ორ დამსხვრეულ არნაკს ერთმანეთის ნამსხვრევებით ვერ გაამთელებ. ერთის შინაგანი ქაოსი მეორეს წამალი ვერ გახდება. მაგრამ საკუთარი ჭრილობების მოშუშებით ჩვენ შეგვიძლია გზად ჩვენს პარტნიორებსაც დავეხმაროთ განკურნებაში. სიყვარული არ არის არჩევითი, ისევე როგორც მზის სინათლე არ არის არჩევითი. ეკჰარტ ტოლე. უპირობო სიყვარული შიგნიდან მოდის. ამიტომ ამ მდგომარეობის მისაღწევად მთავარი გზა ჩვენს ცნობიერებაზე მუშაობაა. გახსოვდეთ, გაუცნობიერებლობა გულისხმობს ძლიერ ეგოსა და გონებაზე მიჯაჭულობას, რაც ნიშნავს, რომ ნეგატივის იოლი ნადავლი ხვდებით, ეჭვიანობის, მესაკუთრეობის, კონტროლის, გაღიზიანებისა და საბოლოოდ დაშორების. ჩვენ ადვილად განსვჩავთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს, საკუთარი ნაკლოვანებებით დაბნეულები. და პირიქით, ზოგიერთი ადამიანი პარტნიორზე ხდება დამოკიდებული და მას შინაგანი მთლიანობის სუროგატად იყენებს. ჩვენ მიდრეკილნი ვართ საკუთარი თავის შეგრძნება დავაფუძნოთ ისეთ რამეებზე, რასაც პოტენციური მეუღლის მოძიდვა შეუძლია. გარიგნობა, სოციალური სტატუსი, კარიერა და სხვა. და უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანში მაინც არ ვართ დარწმუნებულები. თუ ჩვენი ეგოს კვება შევწყვეთ, განსში სურვილი თავისით ამოიწურება და მას საბოლოოდ მიმღებლობა ჩაანაცვლებს. ტოლეს თანახმად, ქალებს უფრო უჭირთ თავიანთი კოლექტიური და პიროვნული გამოცდილებისგან განცალკევება მისი ინტენსიობის გამო. ისტორიის განმავლობაში ქალები იტანჯებოდნენ მამაკაცების მიერ გამოწვეული ძალადობით, ექსპლუატაციით, გაუპატიურებით, არასასუელი ორსულობითა და შვილის დაკარგვით. აღარაფერს ვამბობთ მენსტრუაციის ტკივილზე. მეორე მხრივ, ფემინური ენერგია, რომელიც მხოლოდ ქალებით არ შემოიფარგლება, უფრო შესაფერისია რეალობის ღრმა სამყაროებში შესასვლელად. ის გულისხმობს გახსნილობას, განსჯისგან თავისუფლებასა და მინდობას, ნაზ მაგრამ ძლავ ძალას, რომელიც ცნობიერების გასავითარებლადაა აუცილებელი. ამ უნარების გარდა შემდეგი პრაქტიკა უფრო ჯანსაღი და გაცნობიერებული ურთიერთობების გარანტი შეიძლება გახდეს. ჩართეთ მეთვალყურის რეჟიმი ყოველთვის, როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენში კონკრეტულ უარყოფით რეაქციას იწვევს. დაარქვით მას სახელი და მიეცით გაქრობის საშუალება ისე, რომ ემოციურად არ შეუწყოთ ხელი. გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი თვითცნობიერების გასაუმჯობესებლად. სასოწარკვეთილებასა და გასხივოსნებას შორის წარმატება მარცხის გარეშე არ არსებობს. ცნებათა უმრავლესობა არ იარსებებდა, რომ არ ყოლოდათ მათი განმსაზღვრელი საპირისპირო ცნება და ცნობიერების მისაღწევად ჩვენ ეს მანტრა ყოველდღიურად უნდა ვიმეოროთ. ამასთანავე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მარცხის აუცილებლობა. ჩვენ უნდა დავმარცხდეთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება ციკლს გადის, რაც ნიშნავს, რომ ჭკნობა პროგრესის ბუნებრივი ეტაპია. მარცხის პერიოდები უმნიშვნელოვანესია მიმართულების გადასაფასებლად, ტრანსფორმაციისთვის სივრცის მისაცემად და საკუთარი თავისთვის მგრძნობიარე კუთხიდან დასაკვირვებლად. დიდი სულიერი გამოღვიძებები აღმდგენი ძალისწყალობით ხდება. ჩვენ უნდა განვიცადოთ არანორმალური ტკინილიან შეზღუდვა, რათა საკუთარი თავის მეორე მხარე აღმოვაჩინოთ. სინამდვილეში, ისეთი თვისებები როგორიცაა თანაგრძნობა, პატიება და მინდობა, უარყოფითი გამოცდილებიდან მოდის. მაგრამ რა არის უარყოფითი? ცნობიერებისა და განცალკევების უნარის განვითარების მთელი აზრი სამხაროსთან ამ უსივრცო ყოფიერებასა და წმინდა ენერგიასთან ჰარმონიაში ყოფნაა. აწმყო ყოფიერების ფუნდამენტური ელემენტია, რადგან სამყაროს არც წარსული აქვს და არც მომავალი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს მოლოდინებიან სინანული, არსებობს მხოლოდ მიმდინარე მომენტის მიმნებლობა. ნეგატივი ჩვენი გონებიდან, ანუ ეგოდან მომდინარეობს როგორც რეაქცია გარეგან სტიმულებზე. ეგოს ძულს თავდასხმა და საკუთარი ნაკლომანებების მხილება. შედეგად ჩვენ ხშირად ყველა გამოწვევას უარყოფითად აღვიქვავთ, იმის ნაცვლად რომ მასში ზრდის შესაძლებლობა დავინახოთ. გარკვეული დისკომფორტი გარდაუვალია, მაგრამ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე კარგი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი. მარწყი წარმატებისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. გაძლიერების მოტივაციას ჩვენ დისკომფორტი გვაძლევს და არა გამარჯვება. სირთულეები ჩვენი ცხოვრების ციკლის ნაწილია. მათ გარეშე წარმატებას ვერ დავაფასებდით. ამიტომ დაბრკოლებების აღქმის შესაცვლელად ჩვენ პატიებისა და მინდობის პრაქტიკა უნდა გვქონდეს. პატიებით, რაც წარსულის მიღებას ნიშნავს, ჩვენ აწმყოს შემოსვლის საშუალებას ვაძლევთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. წინააღმდეგობა ნეგატივია. მინდობა არ გულისხმობს დანებებას, არამედ აწმყო მომენტის მიღებას. მაშინაც კი, როცა სიტუაცია არასასურველია, თავარი აზრი გარემოებების ბრაზისა და იმედგაცრუების გარეშე არიარება და მისი გადაჭრაა ისე, რომ პირადულად არ მივიღოთ. ბევრი ვერ ახერხებს პესიმისტული გრძნობებისგან გათავისუფლებას, რადგან მათი ეგო სწორედ ამით იკვებება. უფრო პოზიტიური ხედვის ათვისება მათ დეპრესიულ იდენტობას ემუქრება. სხვა სიტყვებით, ისინი არასდროს იქნებიან ბედნიერები ან კმაყოფილები, რადგან სულის სიღრმეში მათ ეს არ სურთ. სწორედ ამიტომ არის თანაგრძნობა უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გარშემო მომხდარი მოვლენების მიღება სხვა ადამიანების მიღებაში გადაიზრდება. კამათისა და განსჯის ნაცვლად ჩვენ ვწყვეტ საკუთარი სიმართლის მტკიცებას და ვაცნობიერებთ ნებისმიერი ფორმის კონფლიქტის აბსურდულობას. საბოლოოდ, საგნებისადმი პიროვნული მიჯაჭვულობის გარეშე ჩვენ მეტად აღარ ვექვემდებარებით ნეგატივს და ვწყვეტ მის გავრცელებას კამათის გზით. ჩვენ ვსწავლობთ მშვიდობიანად ცხოვრებას. დასკვნა. სიტყვები, რომლებსაც ახლა კითხულობთ, აწმყო მომენტშია ჩარჩენილი. ჩვენ კი მეორე მხრივ, ნებისმიერ ფასად ვცდილობთ მას გავექცეთ. ჩვენი გონება არასდროს ცხოვრობს აწმყოში. ამის ნაცვლად ის ნუგეშს წარსულსა და მომავალში ეძებს. წლების სულასთან ერთად ჩვენი ეგოს დასაცავად შეხედულობებისა და განსჯების აბჯარს ვიშენებთ, თუმცა მის გარეშე საკუთარი თავის შეცნობას ვეღარ ვახერხებთ. ჩვენი ეგო ჩვენი ნამდვილი მესგან განცალკევებულია, მაგრამ ჩვენ მეტისმეტად გვეშინია იმ თვისებებისგან გათავისუფლების, რომლებიც ჩვენ ვიღაცად გვაქცევენ. სიმართლე ისაა, რომ დრო არ არსებობს და არ ჩვენი ილუზიები იმის შესახებ, რაც წარსულში ჩაიძირა ან მომავალზე ჩვენი ოცნებების მიღმა არასდროს მოხდება. ჩვენ აწმყოს გაურბივართ, რადგან ის ყველა იმ პრობლემას შეიცავს, რომლებთან გამკლავებასაც ყოფმანაობთ და ყველა ამ ბრძოლას მხოლოდ ჩვენს გონებაში ვმართავთ. ჩვენ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამას, მაგრამ ფარულად ტყვიბით მსხვერპლის სტატუსით, რადგან ის პასიურობას ამართლებს. აწმყო მომენტი კი ასეთი არ არის. ის მუდმივად აქტიურია და ჩვენგანაც იგივეს მოითხოვს. ირონიულია, რომ სიმშვიდის ზიებაში ჩვენ სწორედ მის წყაროს, ცნობიერებას გაურბივართ. ცნობიერება შეიძლება მტკივნეული იყოს, რადგან ის აბჯარს გვხდის, მეორე მხრივ კი ის უკეთესი აბჯრით გვამარაგებს, მიმღებლობით, მინდობითა და პატიებით. ეს ჯადოსნური ტრიო უნივერსალური გასაღებია საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ცხოვრებისეული გამოწვევების გასამკლებლად და ძებნეტი დრამის გარეშე ორგანული პროგრესისთვის. ეს უბრალოდ იმის სწავლაა, თუ როგორ ვიყო ჩვენს ავთენტურ მესთან, ჭირშიც და ლხინშიც, სიმდიდრეშიც და სიღარიბეშიც, ავადმყოფობაშიც და ჯანმრთელობაშიც. სცადეთ ეს. დააკვირდით ცხოველებს და იმას, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი დროის აღქმის გარეშე. გამოიყენეთ ეს მედიტაციის ფორმად, ივარჯიშეთ უფიქროთ ყოფნაში რომელიმე ჩვეულებრივი საგნის, პრალამი ყვავილი და ასე შემდეგ მენტალური კომენტარების გარეშე შესწავლით. სცადეთ მოусმინოთ სიჩუმეს, როდესაც გარშემო ხმაურია, რათა გარესამხაროს მოსწრით და შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოთ.